კეთილი იყოს თქვენი მობრძანება BST-ის სამშენებლო ობიექტზე. უსაფრთხოება აუცილებელია ყველა სამშენებლო ობიექტზე და არასოდეს უნდა იქნეს უგულებელყოფილი. სამშენებლო ობიექტი არის საშიში სამუშაო გარემო. ამიტომ ყველამ უნდა ვიცოდეთ უსაფრთხოების წესები. ობიექტზე შესვლამდე რეგისტრაცია და ინსტრუქტაჟი სავალდებულოა. თქვენ უნდა წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ასევე მოქმედი სერტიფიკატი სიმაღლეზე მუშაობისთვის. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინსტრუქციებს მენეჯერისგან კონკრეტული საფრთხეების შესახებ. უნდა გეცვათ სამუშაო ფორმა და მაღალი ხილვადობის ჟილეტი. უნდა ატაროთ დამცავი ჩაფხუტი და ეს სამი უსაფრთხოების ფეხსაცმელი ლითონის ცხვირით და გამძლე ძირით. ობიექტზე შესვლა ხდება მხოლოდ ტურნიკეტით. ობიექტზე გამოიყენეთ მხოლოდ მონიშნული ბილიკები. არ გაიაროთ საფრთხის ზონებში და არ გადაადგილდეთ კიბის გარდა ან სამშენებლო ლიფტის გარეშე. ჭღის, გასუფთავებისა და შედუღებისას ატარეთ დამცავი სათვალე. უნდა გამოიყენოთ ყურის საცობები ან დამცავი ყურსასმენები. როდესაც ხმაური აღწევს 85 დეციბელს ან მეტს, გამოიყენეთ უსაფრთხოების ხვედი. სამუშაოს შესრულებისას თუ არსებობს დაცემის რისკი. თუ არსებობს დაცემის რისკი 2 მეტრზე მეტი სიმაღლიდან, გამოუყენებელი ან დაზიანებული დამცავი აღჭურვილობა უნდა გადაეცეს ობიექტის მენეჯერს და შეიცვალოს. სამუშაოს დაწყებამდე დაალაგეთ სამუშაო ადგილი. დარწმუნდით, რომ არ არის საფრთხეები ან ღია შახტები. არ გამოიყენოთ ინსტრუმენტები, რომლებზეც არ ხართ გაწვრთნილი. არ დადოთ აღჭურვილობა ლიფტის შახტასთან ახლოს ან დამცავ მოაჯირებზე. არ გადაყაროთ ნივთები შენობის კიდიდან. გამოიყენეთ ნარჩენების შახტი ან შესაბამისი კონტეინერი. გამოიყენეთ მხოლოდ გამართული და შეესაფერისი ინსტრუმენტები და არ მოხსნათ დამცავი ნაწილები მათგან. თუ დაგავალეს ისეთი სამუშაო, რომელიც არ იცით როგორ შეასრულოთ, თქვით არა და მოითხოვეთ დამატებითი ინსტრუქცია. ნებისმიერი საფრთხე უნდა შეატყობინოთ მენეჯერს. დაცემის შემთხვევაში მაშინვე აცნობეთ მენეჯერს. იცოდეთ ევაკუაციის გზები ხანძრის შემთხვევაში და უსაფრთხო ზონაში მისასვლელი გზების სირენის დროს. არ გამოიყენოთ ლიფტი, გამოიყენეთ უახლოესი კიბე. იცოდეთ მთავარი ელექტროგამორთვის ადგილი, ცეცხლმაქრები და ევაკუაციის გზები. იცოდეთ პირველადი დახმარების ხუთების მდებარეობა და პასუხისმგებელი პირი ობიექტზე. არ მოხსნათ დამცავი მოაჯირები მენეჯერის ნებართვის გარეშე. თუ შენიშნავთ მოაჯირის არქონას ან იატაკში ხვრელს, მაშინვე აცნობეთ ობიექტის მენეჯერს. მძიმე ტექნიკას მართავს მხოლოდ კვალიფიციური ოპერატორი შესაბამისი მართვის უფლებით. არ მიუახლოვდეთ მუშა მძიმე ტექნიკას. დაიცავით მინიმუმ 2 მეტრის დისტანცია. შეინარჩუნეთ თვალით კონტაქტი ოპერატორთან და ყურადღება მიაქციეთ უკუსლის სიგნალს. სიმაღლეზე მუშაობა ნიშნავს ნებისმიერ სამუშაოს, სადაც არსებობს დაცემის რისკი 2 მეტრზე მეტი სიმაღლიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი. დაწყებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ მოქმედი სერტიფიკატი და შეასრულეთ მხოლოდ ის სამუშაო, რისთვისაც უფლებამოსილი ხართ. სიმაღლეზე მუშაობის დაწყებამ დახურეთამდე დახურეთ მისასვლელი ზონა და განათავსეთ გამაფრთხილებელი ნიშნები ქვედა სართულებზე. შემოღობეთ და დაბლოკეთ ქვედა ზონები, სადაც მიმდინარეობს სიმაღლეზე მუშაობა. შეამოწმეთ პირადი დამცავი აღჭურვილობა, უსაფრთხოების ხვედი, ჩაფხუტი ნიკაპის სამაგრით და უსაფრთხოების თოკი, დაცვითი სისტემით. დარწმუნდით, რომ აღჭურვილობა მოქმედია. როგორც წესი, მოქმედებს 5 წლამდე წარმოებიდან სიმაღლეზე. ყველა ინსტრუმენტი და ნივთი უნდა იყოს დამაგრებული, სპეციალური დამაგრების სამაგრების გამოყენებით. ხარაჩოზე მუშაობისას უზრუნველყავით სწორი მონტაჟი მოაჯირის, შუა დამცავის და ფეხის დაფის საგნების ვარდნის ასაცილებლად. კონსტრუქციის კიდესთან მუშაობის დროს ხელსაწყოები ასევე უნდა იყოს დამაგრებული თქვენს სხეულზე. ამაღლებულ სამუშაო პლატფორმას იყენებ, დარწმუნდით, რომ მოწყობილობას აქვს მოქმედი შემოწმების სერტიფიკატი და დაუყოვნებლივ შეაერთეთ დანიშნულ ყველა სიმაღლეზე სამუშაოსთვის საჭიროა 2 ადამიანი, მათ შორის დამკვირვებელი. სამუშაო ყოველთვის უნდა შესრულდეს მეორე პირის თანდასწრებით. თუ იყენებთ კიბეს, დარწმუნდით, რომ 4-ვე საკრდენი სტაბილურად დგას. ყოველთვის შეინარჩუნეთ სამ წერტილზე კონტაქტი და არ დადგეთ კიბის ზედა სამსაფეხურზე. სიმაღლეზე ყველა ხელსაწყო და ნივთი დაამაგრეთ, დანიშნული სამაგრი თასმებით, უსაფრთხოების ბადეებით და შესაბამისი დამცავი მოაჯირებით და სხვა დაცვითი საშუალებებით, რომლებიც საჭიროა სამუშაოსთვის სიმაღლეზე. სამუშაო ზონაში დაიცავით მკაცრი წესრიგი და სისუფთავე დაუყოვნებლივ მოაშორეთ ყველა ნარჩენი მასალების ნამსხვრევები და დაუმაგრებელი ხელსაწყოები. ობიექტზე ყოფნისას ყოველთვის გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მაშინაც კი, როდესაც გავლის ქვეშ აქტიური სამუშაო ფართობი.
ამწე ოპერაციები გუნდური სამუშაოა, რომელიც მოითხოვს პროფესიონალიზმს და სიზუსტეს. გუნდი შედგება ლიცენზირებული ამწის ოპერატორისგან და სერტიფიცირებული სიგნალერისგან. სიგნალერო იყავით კარგად ხილვადი, ობიექტზე გეცვათ ჟილეტი და წითელი ჩაფხუტი. აღჭურვილი იყავით ორმხრივი რადიოთი და მოქმედი სერტიფიკატით. ღამით სიგნალირება მხოლოდ რა რადიოთი ხდება. დაწყებამდე დარწმუნდით, მწესა და ყველა ამწევ აქსესუარს უნდა გქონდეს 6 თვიანი მოქმედი შემოწმების სერტიფიკატი. არ ჩაატაროთ ამწევი ოპერაციები 40 კმ/სთ-ში ზემეთი ქარის დროს. ამწევი ოპერაციის დაწყება შეასრულეთ საცდელი აწევა 1 მეტრის სიმაღლეზე სტაბილურობის შესამოწმებლად. შესამოწმებლად აწევა უნდა იყოს მხოლოდ ვერტიკალური. ტვირთის გაწევა აკრძალულია. ყურადღება მიაქციეთ აღჭურვილობას ნაყარი მასალები, როგორიცაა საღებავი ან ცემენტი, უნდა აიციოს მხოლოდ სპეციალურ ამწევ კონტეინერებში. 6 მმ ფოლადის მავთულის ამწევად. გამოყენება მკაცრად აკრძალულია. აიხედეთ ზემოთ. შეინარჩუნეთ მინიმუმ 3 მეტრის მანძილი ელექტროგადამცემ ხაზებთან. არასდროს ამციოთ. მუშები ამცით და არასდროს დატოვოთ ტვირთი ჰაერში დაკიდებული. მეთვალყურეობის გარეშე. მოდით ვისაუბროთ ჩუმ, მაგრამ საშიშ რისკზე. ცვივადი საგნები. ზემოდან ჩამოვარდნილი საგანი ძალიან მაღალ სიჩქარეს აღწევს და მისი დარტყმა შეიძლება ფატალური იყოს. ეს შეიძლება იყოს პატარა გასაღები რეგულირებადი, ხის ნაჭერი ან თუნდაც მძიმე ხელსაწყო. წამებში ცვივადი საგანი საშიშროებად იქცევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება, შეუქცევადი ზიანი ან სიკვდილი. ელექტროსამუშაო უნდა შეასრულოს მხოლოდ სერტიფიცირებულმა ელექტრიკოსმა. არ გახსნათ ელექტროკარადები და არ შეასრულოთ შეკეთება ელექტროსაფრთხის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ შეატყობინეთ. ცხელი სამუშაოს დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ტერიტორია თავისუფალია აალებადი მასალებისგან და იცოდეთ საევაკუაციო გზები. დანიშნეთ ხაზრის მეთვალყურე მუშა. სეცხლმაქრით სამუშაოს დასრულების შემდეგ გამორთეთ სითბოს ცხარო და არასდროს დატოვოთ მოქმედი აღჭურვილობა. მეთვალყურეობის გარეშე ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ მთავარი ელექტრომომარაგება. ცეცხლმაქრის გამოყენება. ამოიღეთ სარეზერვო ქინძის თავი, დაუმიზნეთ ცეცხლის კერას და დააჭირეთ სახელურს. ხანძრის ნებისმიერი შემთხვევა უნდა ეცნობოს ობიექტის მენეჯერს, მაშინაც კი თუ იდი ჩააქრეს. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ კაბელები დაუზიანებელია და არ არის გაწყვეტილი. გამოიყენეთ მხოლოდ ინდუსტრიული ხარისხის შტეფსელები და როზეტები. გაგრძელების კაბელები სრულად უნდა გაიშალოს და შეინახოს წყლისა და დაბუკოლებებისგან შორს და ჰქონდეს ორმაგი იზოლაცია. დეფექტური აღჭურვილობის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ობიექტის მენეჯერს. ელექტროშოკის შემთხვევაში გამორთეთ მთავარი ამორთველი და დაშავებული. გადაადგილეთ იზოლირებული საგნით და აცნობეთ ობიექტის მენეჯერს. ყოველთვის შეამოწმეთ, რომ კაბელი და ინდუსტრიული შტეფსელი გამართულ მდგომარეობაში. დარწმუნდით, რომ დამცავი შრე ადგილზეა. არასდროს მოხსნათ იგი. მუშაობისას დაიჭირეთ ხელსაწყო ორივე ხელით, მეტი სტაბილურობისთვის. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სავალდებულოა. დამცავი სათვალე, ურის დამცავი და მტვრის ნიღაბი. ყურადღება, არ იმუშაოთ სველ პირობებში. თუ გიწევთ დისკის ან საბურვის შეცვლა, გამორთეთ ხელსაწყო ელექტროენერგიის წყაროდან. არ შეაკეთოთ დაზიანებული ხელსაწყოები თავად. გადადით საწყობში და შეცვალეთ იგი. სამშენებლო სამუშაოები გვაყენებს ექსტრემალური ამინდის პირობებში, რაც პირდაპირ მოქმედებს უსაფრთხოებაზე. ზაფხულში საფრთხე დეჰიდრატაციიდან მძიმე სითბურ დარტყმამდე მერყეობს. სვით წყალი მუდმივად, მაშინაც კი თუ არ გწყურიათ და დააკვირდით თქვენს თანამშრომლებს. გაციტლებული სახე მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას. ზამთარში ტალახი და სველი ზედაპირი სრიალის საფრთხეს ქმნის, ამიტომ მუდამ იარეთ მხოლოდ განკუთვნილ ბილიკებზე. ძლიერი ქარის შემთხვევაში კარგად დაამაგრეთ დაუმალავი საგნები და დაკეტეთ ჭიშკრები და მოაჯირები. გახსოვდეთ, ობიექტზე ცეცხლის დანთება კატეგორიულად აკრძალულია. სიცივე აქვეითებს მგრძნობელობას და კუნთების მოქნილობას. ჩაიცვით ფენებად, შიგნით მსუბუქი სამოსი, ხოლო ზემოდან წყალგაუნტარი ფენა. დარწმუნდით, რომ თქვენი ტანსაცმელი მშრალია და მუდამ ატარეთ მაღალი ხილვადობის ჟილეტი. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც არ იცავს უსასაფრთხოების წესებს, გაძევებული იქნება ობიექტიდან და დაეკისრება ჯარიმა. ნუ გახდებით სტატისტიკის ნაწილი. ჩვენი სამუშაო მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენი სიცოცხლე უფრო მეტად ფასობს. დაიცავით უსაფრთხოების წესები თქვენივე კეთილდღეობისთვის, თქვენი კოლეგებისთვის და თქვენი ოჯახებისთვის, რომლებიც სახლში გელოდებიან. იმუშავეთ უსაფრთხოდ, დაბრუნდით სახლში მშვიდობით.